და 9 აპრილით თქო ხარ გონიათ რომ იმ ადამიანებმა ვინც ახლა რუსთაველზე დგეხარ იმათმა გააკეთეთ 9 აპრილი კომუნისტებმა გააკეთეს ისიც თუ არა თქვენა კომუნისტები წვანან იქა კომუნისტები იყვნენ და ის მილიციის მუშაკები იყვნენ და ის კგბ-ს თანამშრომლები იყვნენ რომელიც პოდრუჩკით უვლიდნენ ვინც იქ იწვა იმ გაყინულ ასვალზე ხო და იმათ ეფერებოდნენ და ის გამოყავდათ და იქ ეყენა სასწრაფო დახმარებები და როგორ ეშველათ ხალხისთვის და როგორ გადაფარებოდნენ ამ ხალხს არ იცოდნენ ხო და მე როგორც წარმოების ხელმძღვანელი ადრე პირველი პირებისგან მოვიდა მითითება წარმოების ხელმძღვანელებზე რომ კოსტავას სახელობის ფონდში 1000-ეულობით მანეთი ჩაგვერიცხა და აი იმ ფულით ჩვენი ჩერიცხული ფულით მე ჩვენ გამოყარეს კაბინეტებიდან და ცოცხალი მოიტანეთ რომ თქვენ უნდა აღხედოთ აქედანო გაიგე ეს მაშინ როდესაც ის 9 აპრილის ჩვენი ხელშეწყობით გაკეთდა ჩვენი მოთმინებით გაკეთდა ბოლოს კი ვიყავით ცენტრალურ კომიტეტში მაგრამ აკრძალული მქონდა რომ მომიტინგეთა მიმართ ხელი აგვეღმართა ჩვენ და თქვენ ირაკლი ქადაგიშვილი არ მიუშვით რომელიც ხელმძღვანელობდა ამ უზარმაზარ დიდ ეროვნულ მოძრაობას რომელიც არ გაკეთებულა ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოში და არჩევანამდე ყოფილა ამ ხალხი და ამ ხელა მოძრაობა ვინ არ მეუშვით ვინ იქ ირაკლი იდგა ირაკლი წერეთელი იქ იდგა თამარა სად არიან ეხლა ის რად ყავდათ სად არიან ახსენეთ დღეს ისინი ვინც ის მემორიალი დადგა იქა და თქვენ ეს დაკვერილი მოძვერილით რომ დაკვები ამ სქესობრივად დაუკმაყოფილებელ დედაკაცებს და ამ მორფინისტებს კიდევ რა არ აქვს ცხენია არ აქვს ცხენია ხო იცი რომ ჩვენ ამდენი საერთო მეგობარი ვყავს და შენი სურათი რამდენ ოჯახში დევს შენი მეგობრების ოჯახებში და რომელსაც ლოცირობდით და საზღერძელებს ვამბობდით შენ როდესაც ლაშქარაში მღეროდი რა არის ბოლოს და ბოლოს ასეთი შეურიგებლობა ასეთი შეუგებლობა თუ გინდას და ამ შერიგებას მივაყოლო შეურიგებლობა და როგორ კაცო აკრძალული მქონდა ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამავე დროს რომ ანტი რამე ეროვნული არ წამოგხსენოდა ანტიეროვნული რაც არაფორმალების ხელისუფლებაში მოსვლას ხელს შეუშლიდა ერთი კაცი ცენტრალურ კომიტეტიდან არ გამოსულა რომ პარტიულ ორგანიზაციებისათვის მითითება მიეცათ რომ არჩევნებზე მისულიყვნენ და თქვენი ხალხი არ მიუშვით მემორიალთან და თქვენ უნდა გენდოთ ხალხი და თქვენ ჭკუაზე უნდა იაროს რესპუბლიკამ ჩვენ 56 წელში როდესაც 9 მარტს უზარმაზარი დიდი დემონსტრაცია ჩავატარეთ სტალინის სახელის დასაცავად ჩვენ კგბ-მ და მილიციამ გადაგვარჩინა კგბ-მ და მილიციამ პირადად ჩემი თარჯიმანი იყო ვერძეული მაგისი სულ შენაცვალე მე და მე იმან მითხრა როდესაც მოსკოვიდან ჩამოსული კომისიის ზოგადად წევრი მე დამიჯდებოდა დაკითხვაზე მე უნდა მეთქვა რომ მე რუსულად საერთოდ არ ვიცოდი არც მაშინ არც ახლა არ ვიცი რუსული ხო და მე მეტყვიან რომ გადაგვითარგმნეო ისინი რასაც შეგეკითხებიან და მე როგორც ვეთყვი ის მე ვიციო ეს მითხრა მილიციის პოლკოვნიკმა რომელიც იყო მინისტრის ერთ-ერთი უზარმაზარ დიდი აპარატის ხელმძღვანელი და კგბ-ს თანამშრომლები კიდევ გვეუბნებოდნენ რომ ესენი კაცო ლექსებს ამბობდნენ და რაღაცებს არც ერთმა არ დაგვადო ჩვენ ხელი რომ ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას ვეწეოდით და ძირს ბულგარინი და ხრუშოვი ვიძახოდით ალბათ არც მაგათ არ უნდა ძალიან რომ ეს პოლიტიკურში გადაეყვანათ მაგრამ ძირითადად ამისი ფუძე და საფუძველი იყო ეს რაც ეს გარეწარი გუმბარიძე დააყენეს აკა ჩვენ ყველამ ვიცოდით რომ მთელი საბჭოთა კავშირი და საქართველოს გაყიდული იყო და მიყიდული იყო დასავლეთზე თუ არა რო ყოფილიყო
რო ყოფილიყო პატიაშვილი და შევარდნაძეს როარ გაეგდო ის საქართველოდან მაშინ დაინახავდით თქვენ როგორ იზეიმებდით დღეს და როგორ იქნებოდით რუსთაველზე მაგრამ წელიწად და ხევარი თუ 2 წელიწადი ჩვენ ამათ არჩევნებს ხელმძღვანელობდით და ვაფინანსებდით ფულით დასავლეთიდან კი არა აქედან ჩვენ ვაფინანსებდით მაგათ